ხარისხით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმრები არიან რიმა ბერაძე, ის საკრებულოს წევრია, არის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ირაკლი აბესაძე, ის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ეთერში. ჩვენ გვინდოდა დებატები ამ თემაზე, მაგრამ გადავაკეთეთ დისკუსიად, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ძირითადად და პრინციპულად მისაღებია ყველა ფრაქციისთვის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მე არ ვესწრებოდი საკრებულოს ხდომას რეპორტაჟის ნახვის შემდეგ. ირაკლი, მითხარი ეს ასეა თუ არა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არ იყო დოკუმენტი, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა და აქ ინტერესი და მიზანი იყო მაქსიმალურად მორგდებოდით იმ ადამიანების მოთხოვნებს, იმ დაზარალებულების მოთხოვნებს, რომელთა ინტერესებისთვისაც ეს წესი დაიწერა. ამიტომ სხვა ნებისმიერი დოკუმენტისგან განსხვავებით, რომელიც ასევე მოქალაქეებისთვის იწერება, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ყველა პოლიტიკური პარტია ეცადა, რომ პოლიტიკური დისკუსია ყოფილიყო ნაკლები და გვემჯერა საქმეზე, აქედან გამომდინარე შენიშვნები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოზიცია თავიდანვე რო აღვნიშნოთ, ჩვენ წესს აუცილებლად ხარჯ დაუჭერთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შენიშვნები არ გვაქვს, ან ჩვენ არ ვაპირებთ გვეცადოთ ამ ადამიანების ინტერესების უკეთესად დაცვას, ისევ უმრავლესობასთან ერთად. ანუ თქვენ ხარჯ დაუჭერთ, მაგრამ რაღაც შენიშვნები და რა თქმა უნდა პროცესს გააკონტროლებთ, ეს ვალიცა ნებისმიერი საკრებულოს წევრის, მით უმეტეს ოპოზიციის წარმომადგენელს. მე მინდა ქალბატონ რიმას მაინც ვთხოვო, რომ მაყურებელმა რამდენიმე რეპორტაჟი ნახა, პოლიტიკოსების განცხადებებიც მოისმინა, ჩინოვნიკებისაც, მაინც ძალიან მოკლედ რომ აგვიხსნათ, რაშია ეს ორი პრინციპი, ვინ რას მიიღებს. დაზარალდა ადამიანი საცხოვრებლად უვარგისი სახლია, რა ბედიელის მას. გასაგებია, მეც გავაგრძელებ იმ პათოს, სადაც ამ მოწვევის საკრებულოში პირველი პრეცედენტი იყო ის, რომ დღეს ერთსულოვნად გაფართოებული კომისიების ხდომაზე ყველა პარტიამ, ყველა ოპონენტმა და ყველა მომხრემ ხარი დაუჭირა ამ წესს. ამავდროულად მე მინდა მადლობა უნდა უთხრა იმ ჯგუფს, ვიცემერის ხელმძღვანელობით ბატონ დიმიტრი ხუმსიშვილი ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს, ჩემს კოლეგებს, დეპუტატებს, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წესის შემუშავებაში. მე მინდა გითხრათ, ქალბატონო დიანა, რომ წესის მიღება იყო განპირობებული, ეს თითეული ჩვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი. წესის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს წესი გასცნობოდა იმ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელსაც უნდა შეხებოდა ეს წესი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წესი თავიდანვე სანამ მივიღებდით საბოლოო სახეს პროექტისას, ჩვენ მოვიწვიეთ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების კატეგორიები და გავაცანით ეს წესი. როცა ეს წესი იყო რამდენიმე დღის უკან. როცა ეს წესი გავაცანით, წესი იყო მათთვის მისაღები და ამიტომ ჩვენ დაუტოვეთ თავად მოსახლეობას არჩევანის საშუალება და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წესში ყოფილიყო ორი მიმართულება. პირველი მიმართულება არის ის, რომ სულადობის მიხედვით მოსახლეობას მიეცემა საშუალება მიიღოს ფართი ანაზღაურების მიხედვით თუ რამდენი სულისგან შედგება მისი ოჯახი. და თუ მექნება მე საშუალება ჩამოვთვლი ამ სულადობის პრინციპებს, ერთი და ორწევრიანი 45 ასე შემდეგ. დიახ და მე მინდა გითხრათ ამავდროულად ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სახში, მაგრამ დიდი ფართი ჰქონდა ის ფართს აირჩევს. ზუსტად როცა ადამიანს აქვს გარკვეული მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთზე იყო განთავსებული შენობა ნაგებობა, ამ შემთხვევაში სამხარაული საექსპერტო ბიუროს დასკვნის საფუძველზე რაც შეფასდება სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით ეს ადამიანი მიიღეს მთლიანად ამ ღირებულებაზე. რა მაინც რომ დავაზუსტოთ. ეს არის მხოლოდ სახლი თუ ნივთები და ასე შემდეგ. არა, ამ წუთას საუბარია უძრავ ქონებაზე. ლაპარაკია მიწის ნაკვეთზე და ლაპარაკია მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე. იმ შემთხვევაში და სხვათა შორის ყველა არის ეს თითქმის ყველა ოჯახი არის დაზარალებული, რომელიც სტიქიამ დააზარალა სახლი, საერთოდ წაიღო წყალმა, ან კიდევ სახლი დარჩა და ის ექვემდებარება რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაშიც კომისიის წესში გაწერილია პრინციპი, რომ ეს სახლი თუ არის სარეაბილიტაციო, იქაც შესაბამისი კომისია დაადგენს, რომ შესაძლებელია თუ არა ამ სახლის რეაბილიტაცია. თუ მას მთლიანი ღირებულების 50%-ზე მეც მოითხოვს რეაბილიტაციის პროცესი, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გამოვისყიდით ამ შენობას და მე პატრონებს მივიცემთ სახლის მთლიანი ღირებულების თანხას. რაც შეეხება აი ტერიტორიას რა ბედი ეწევა, სადაც ეს სახლები იყო და თქვენ გასაგებია გამოისყიდით ამ სახლებს, ან ფართით უზრუნველყოფთ, ან სულადობის პრინციპიდან ამას დაადგენს შესაბამისი კომისია, იცით თქვენ რომ ყველა მიმართულებით მთავრობა შექმნილი ხავს კომისია
კომისია დაადგენს, რომ ეს იქნება რისკის ზონა თუ განსახლების ზონა. ამიტომ დადგენის შემდეგ მომავალთან ერთად თუ კი შესაძლებელი იქნება, რომ აქ ყოფნა შესაძლებელია და ჩვენ მივცემთ მოქალაქეებს თქვათ პირველ შემთხვევაში ბინებს და შესაძლებელია რომ მას დარჩეს მისი მიწის ნაკვეთი, ჩვენ დაუტოვებთ მას მიწის ნაკვეთს. და თუ იქნება იქ დამოსყიდვის შემდეგ ქალაქ თბილისის მერია და თვითმმართველობა შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იქ იყოს ან პარკი, ან ეს მომავლის თემა, ყოველ შემთხვევაში ზონა გადაბმული იქნება, დადგინდება თუ რა პრინციპით იქნება გამოყენებული ეს ტერიტორია და ერთ სიტყვით ალბათ დიანა ამ შემთხვევაში პირველადი მოხმარების საგნებისათვის აბსოლუტურად ყველა ოჯახი მიიღებს 8,000 ლარიდან 10,500 ლარამდე. ხო, გასაგებია, პირველადი, ხოლო შემდეგ იმ სახში რომ გადავა, ანუ ეს თანხა საკმარისი, ეს ოჯახი მიიღებს? ოჯახი მიიღებს. 161 ოჯახი ამ თანხით უნდა მოაწყონ მან თავისი ცხოვრება პირველადი მოხმარების საგნებისათვის. ამ საგნებში თავიდან ბოლომდე გაწერილია თუ რა სჭირდება მას პირველადი მოხმარების საგნებისათვის. დიახ. გასაგებია, რა შენიშვნები გაქვთ თქვენ თქვით რომ პრინციპს ხარს უჭერთ, მაგრამ რაღაც ტიპის შენიშვნები გაქვთ. ასევე ვიცი რომ თქვენ ვადებზე საუბრობთ, ამაზეც შეგეკითხებით, მაგრამ აი ამ პრინციპებთან, რომელზეც ქალბატონი რიმა საუბრობდა, თქვენ ფრაქციას რა შენიშვნებია? დიახ, პირველ რიგში 20 დღე მოვანდომეთ ამ წესის დაწერას და ნამდვილად სასურველი იყო, რომ უკეთესი და უფრო ყოვლისმომცველი ყოფილიყო წესი. ახლა თბილისის მერია საუბრობს ორ ეტაპზე. პირველ ეტაპზე რაც ქალბატონმა რიმამ ახსნა და მეორე ეტაპზე არის გადატანილი მაგალითად ავტომობილების ღირებულების ანაზღაურება, მეწარმე სუბიექტებისთვის გარკვეული ტიპის დახმარების გაწევის საკითხი და ამ მეორე ეტაპის ვადები აბსოლუტურად გაურკვეველია. სანამ ამ მეორე ეტაპს დაუბრუნდები ვადების თვალსაზრისით, თუნდაც ამ უძრავი ქონების ღირებულებას თუ პირველადი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის იმ კომპენსაციას რამდენი დღის ვადაში და აქ ამ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ერთ დღესაც და ორ დღესაც, რამდენი დღის განმავლობაში მოხდება ანაზღაურება, ეს წესში გაწერილი არ არის, სწორედ დღეს ჩვენი შენიშვნა ეხებოდა ამ საკითხს, თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ ზოგადად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება საკითხების განხილვა, რაც არ მგონია, რომ დაზარალებულებისთვის მისაღები პასუხი იყოს, მათ უნდა კონკრეტულად კონკრეტული ვადები და კონკრეტული წარმოდგენა რამდენ დღეში მიიღებენ დახმარებას. ჩამონათვალი არსებობს, ხო, რომელ ეტაპზე ვის გაეცემა დახმარება, ეს არ არის პრიორიტეტულობაზეც ვისაუბრებ. ერთი წუთით მე მინდა დაუბრუნდე ისევ მანქანების და მეწარმე სუბიექტების დახმარების საკითხს და აქ მერია წარმოაჩენს, რომ თქვა პირველადი მნიშვნელობის არის, რომ საცხოვრებელი სახლები დავაკმაყოფილოთ ადამიანები, ამ მანქანებიც ხშირ შემთხვევაში შემოსავლის წყარო იყო ამ ადამიანებისთვის და ესეც გასარკვევია რამდენი მანქანა იყო ასეთი და იმ მეწარმე სუბიექტებისთვისაც ის იყო შემოსავლის წყარო, რომლის დროულად არ დახმარების შემთხვევაში იმ ადამიანებმა ასევე შესაძლებელია საცხოვრებელი სახლები დაკარგონ და ყოველდღიური არსებობის საფრთხე დაუდგეთ. ამიტომ ამ საკითხების დაყოფა ეტაპებად ჩვენთვის იყო პრინციპულად მიუღებელი და მიგვაჩნია, რომ ერთდროულად ფინანსური რესურსი სახელმწიფოს ამისთვის საკმარისი გააჩნია. ყველა ტიპის ზარალზე უნდა გვესაუბრა სადაზღვევო კომპანიებმა ანაზღაურეს, ხოლო მეორე ნაწილს რაც შეეხება დაუწყოვალ მანქანებს, მათ ანაზღაურებაზე არ ყოფილა, იმიტომ რომ ლექვინაძე ვიცემერი იყო დღეს საკრებულოს ხდომაზე და ისაუბრა, რომ გარდაცვლილების დამატებით კომპენსაცია იქნება ასევე და მცირე ბიზნესი რომელიც დაზარალდა. ამას ეძახიან მეორე ეტაპს და მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ არანაირი მეორე ეტაპი ამ საკითხებს არ ჭირდება, არანაირი მეორე ეტაპზე გადადება ამას არ ჭირდებოდა და ეს 20 დღე საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ დროულად, ასე ვთქვათ, მოხდარიყო ჩამოყალიბება პოზიციის და მიდგომების ამ ყველა საკითხთან მიმართებაში. ზოგადად ამ შემთხვევაში ბიუროკრატია ყველაზე ცუდი გაგებით ამ სიტყვით ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა დააზარალოს ეს ადამიანები ვადების თვალსაზრისით, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის თვალსაზრისით და გამჭვირვალობის თვალსაზრისით თბილისის მერიამ თავისი მაქსიმუმი უნდა მოინდომოს, რომ ამ ადამიანებს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნათ ბიუროკრატიული რაღაც ლაბირინთები. აი თქვენ შემუშავებული იქნა ისეთი დოკუმენტი, რომელსაც ოპოზიციაც ხარს უჭერს და რატომ სრული პაკეტი არ იქნა? ქალბატონო დიანა, მე ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო დოკუმენტი იქნა საქართველოს სინამდვილეში მიღებული მსგავსი დოკუმენტი ამ მიმართულებით საქართველოში არ არის. არა, საქართველოში
მსგავსი დოკუმენტი ამ მიმართულებით არ ყოფილა მიღებული. მე გეტყვით მეცაც რომ მე ვარ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი და როცა 2002 წელს მოხდა სტიქია და რითი თქვენ მიწისძვრა 237 ოჯახი დღესაც 14 წელია ქირით არის გაყვანილი და არც ერთი ოჯახი არ იქნა მაშინ დაკმაყოფილებული. თქვენ გახსოვთ მაშინ რადონის სტიქია იყო და ფაქტიურად მსხვერპლიც არსებობდა. ამიტომ მე ეს მაგალითი მოვიყვანე რატომ? ის რომ თითქოს და ჩვენ დავაგვიანე და წესი გაიწელა ის პარტია ხელისუფლებაში გასაგებია წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ ხო იყო უამრავი წელი გავიდა იმით რომ ამ ადამიანებს ვითარება გაიგესწორებს. არა, მე მინდა გითხრათ ის თემა რომ აქ არავითარ შემთხვევაში ეტაპებზე არ არის ლაპარაკი. ბატონ ირაკლი ამბობს იმას რომ ჩვენ თითქოს და დავიგვიანეთ ამ 20 დღის განმავლობაში. თქვენ მოგეხსენებათ რომ სახელმწიფოს პირველი მოვალეობა იყო პირველ ყოვლისა როცა სტიქია მოხდა ამ 671 ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, შემდეგ მათი მოკლევადიანი საცხოვრისის შექმნა, პირველადი მოხმარების ყველა პირობის შესრულება და მე ალბათ თავს მივცემ უფლებას რომ ეს პროცესი მერიამ და თვითმმართველობამ ძალიან კარგად ჩაატარა. რაც შეეხება იმას რომ ავტომანქანების თემას, იცის თვითონ ბატონმა ირაკლიმ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით პირველივე დღიდანვე. ჩემი მოთხოვნა თავისთავად ხარია, მე თვითონ პირადად ვაყენებდი ამ საკითხს რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, ვინც დაკარგა და სხვათა შორის მათ შორის 19 გარდაცვლილიდან 2 ადამიანს ყავდა ავტომანქანა, რომელსაც არ ყავდა არ ქონდა დაზღვევა და მას დარჩა მცირეწლოვანი შვილები. ზუსტად ჩვენ გვაქვს აი ასეთი მიდგომა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვიწევს წინააღმდეგობას, უბრალოდ თემა რომ არ დაგვიანებულიყო კიდე, იმიტომ საცხოვრისი უფრო ნომერ პირველი აუცილებელი ამოცანა იყო, ამიტომ საჭიროა კვლევა ქალბატონო დიანა, ჯერ არ არის ზუსტი რიცხვი, სადაზღვევო კომპანიებიდან მოცემული და ზუსტად ახლა ეთერში შემოვსვამდე საუბრობთ რომ ყოფილა თემა ისეთ რომ ადამიანი აზღვევს ავტომანქანას და იქ არ არის აღნიშნული რომ სტიქიის პირობებშიც იყოს ავტომანქანა დაზღვეული, ამიტომ საჭიროა ამ საკითხების მოძიება, მოკლევა, ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და როცა ამ წესს მივიღებთ და იქნება ეს წესი უკვე მიღებული, თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით ამ პროცესის მოგვარებაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სტიქით დაზარალებული არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უკმაყოფილო. აქ თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ დღეს ბატონმა ირაკლი ლეკვინაძემ გააკეთა განცხადება, ჩვენ გვაქვს უკმარისობის გრძნობა იმ 19 გარდაცვლილთან და 3 დაკარგულ ადამიანების ოჯახებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევიმუშავთ დამატებით, ეს იყო პირველადი, როცა მაპატიეთ აქ იყო საფლავის და დაკრძალვის ხარჯები გათვალისწინებული, ხელისუფლება ფიქრობს შეიმუშაოს სპეციალური სოციალური პაკეტები ამასთან დაკავშირებით და რაც შეეხება მცირე ბიზნესს, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გაწერილია ეს საკითხები და მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს მცირე ბიზნესთან დაკავშირებით დაზიანებული პრობლემების მოგვარება. ბატონ ირაკლი, მე მგონი ქალბატონი რიმაც ამბობს თქვენს მოსაზრებას ეთანხმება და მისი პოზიციაც ასეთია. არა, ეს იყო ჩვენი მოსაზრება, ჩვენი წინადადება და ირაკლი მეთანხმება. რომ ის ავტომობილები რომელიც არ იყო დაზღვეულები, მიიღებენ თქვენ რამე უნდობლობა გაქვთ მაინც ამ პროცესის მიმართ? კიდევ ერთხელ ხაზგაუსვამდი, რომ აქ თბილისის მერია მოქმედებს ცოტა მოუქნელად. ამ 20 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მე არ გამოვდგები ნამდვილად მე ის ადვოკატები, მაგრამ 20 დღე მაინც ისე პარალელურ რეჟიმში ერთდროულად ქალტორება დავასრულებ, როდის ამ საკითხებზე დასრულებულიყო. მე დღესაც ვითხოვე, რომ თუნდაც მეორე ეტაპის ვადა ვთქვათ. აი ვთქვათ, რომ 2 კვირის განმავლობაში მომზადდება წესი მანქანებთან მიმართებაში. არც ამ ვადის დაწესებას ჩქარობს თბილისის მერია საკუთარი თავისთვის, რაც იმას ნიშნავს ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეჭვის და კითხვის ნიშანს ტოვებს, რამდენად სწრაფად შეძლებს თბილისის მერია პრინციპულად დარწმუნებული ხართ რომ გააკეთებენ უბრალოდ დარწმუნებული. ქალბატონი იმას სულუჩ დარწმუნებული, იმიტომ რომ მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა ამ საკითხზე, მაგრამ მე არა ვარ თბილისის მერიის ამ პოზიციაში დარწმუნებული, იმიტომ რომ ისევ ბატონი ვიდრე თბილისის მერს და მერიას. მე მინდა გითხრათ, რომ 2 დღის უკან აცხადებდა, რომ ვინც მანქანა არ დააზღვია, უნდა დაეზღვია და ამიტომ არ ავანაზღაურებთ ამ ზარალს. შემდგომ თქვა, რომ ეს პირადი პოზიცია იყო, მაგრამ მერის მოადგილის პირადი პოზიცია ხშირ შემთხვევაში სწორედ დაწესებულების პოზიციად უნდა აღვიქვათ. ამიტომ რომ გაქრეს ეს კითხვის შეშა თავარი ჩემში უკმარისობის ნორმაზე არ არის ქალბატონ დიანა. საუბარია რომ იმ დაზარალებულ ადამიანს რომელიც ამ მანქანას შემოსავლის წყაროდ იყენებდა, უნდა უთხრათ შენ ერთ თვეში გექნება ამ თან, ან გექნება 40 დღეში, ან 2 თვეში, ან თქვენ ასეთ იმ ადამიანებს რომელზეც ასის გაცემა არის კონკრეტი. თქვენ დღეს ასახელებთ, შენიშვნას ამბობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყება ამ თანხების გაცემა, ლაპარაკი იყო დღევანდელი წესის მიღებასთან დაკავშირებით. მე როცა მოვდიოდი ეთერში, ახლა მაცნობეს რომ 29
13,000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უკვე აღწერილი აქვს სამხარაულის ბიუროს სვანიძის ქუჩაზე. 13,800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უკვე აღწერილი აქვს და ჩვენ როცა წესს მივიღებთ, ჩვენ შეგვეძლება იმ თავითვე მეორე დღესვე დავიწყოთ ამ მოსახლეობისათვის თანხების გაცემის საკითხი. გპირდებით ქალბატონო დიანა და გპირდებით მაყურებელს, გპირდებით თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და ის რომ აქ არის თითქოს ბიუროკრატია, ეს უბრალოდ უხერხულია ითქვას ამ კონკრეტულ მოცემულობაში თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული ეს ყველაფერი. ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი თვითონ იყო ჩართული ამ ჯგუფში და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და აბსოლუტურად ყველა ნოვაცია, ყველა ის თემა, ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს და ჩემთან არაერთი ზარი შემოდის იმასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთქვა ერთი თემა, რომ 700 ადამიანისაგან შეიძლება არის რომელიმე ინდივიდი, რომელთანაც მაქსიმალური ყურადღება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მოსახლეობას აწუხებს, მე კიდევ ერთხელ თუ კი რამ ასეთი არსებობს ბოდიშვიხტი, შეუძლია მათმა ჩვენ მოგმართოს და მზადავართ ყველა საკითხის მაგალითად თქვენ ხარს დაუჭერთ მოკლედ ხარი და მეც ასევე დაზარალებულებს მინდა ასვეთ დავპირდეთ რომ მათი ინტერესები სათანადოდ იქნება აუცილებლად წარმოდგენილი საკრებულოშიც თბილისის მერიასთანაც და ვეცდებით რომ ყველა ეს საკითხი მათი ინტერესების შესაბამისად დიდი მადლობა რივმა ბერაძე ირაკლი აბესაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში